დღეს მინდა გაგიზიაროთ თაფლიანი ნამცხვრის მეორე ვერსია. ქვაბში გადავიტანთ და დაბალ ცეცხლზე დავდგამთ შაქარს, თაფლს, ასევე კარაქს. ვურავთ გამუდმებით, სანამ კარგად არ გადნება და შემდეგ ვამატებთ სოდას. როდესაც ასეთ კარამელის ფერს მივიღებთ, გამოვთავთ, ცოტას გავაგრილებთ და შევათქვებთ 5 ცალ კვერცხს. ბოლოს კი ფქვილს და ვანილს. ცომს კარგად დავამუშავებთ, გავყოფთ 4 ნაწილად და გამოვაცხობთ 180 გრადუსზე, ჩემ შემთხვევაში 8 წუთი დაჭირდა. კრემისთვის დაგვჭირდება 300 გრამი კარაქი, 2 ცალი შესქელებული მოხარშული რძე და ვანილი. გაითვალისწინეთ, რომ უნდა იყოს ყველაფერი ოთახის ტემპერატურის, რადგან კრემი არ აიჭრას. გვერდებს ჩამოაჭრით, დაკრემავთ, ხოლო ჩამოჭრილ გვერდებს დააქუცმაცებთ და მოაყრით ზემოდან და გვერდებზე. გადავწყვიტე ზემოდანაც გამეფორმებინა, გამოვიყენე მოხარშული შესქელებული რძე. გემრიელად მირთვით და არ დაგავიწყდეთ ჩემი Instagram გვერდის გამოწერა.